ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილეს. როგორც უსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12 პირი. ასევე დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 7 შემთხვევა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების საკითხს. მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოზე დაუბრკოლებლად გასვლა და სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება, აღნიშნა ანთაძემ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გათვალისწინებით დადგა საკითხი, რათა საოკუპაციო ხაზის გასვლამ ცხოვრება ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას მიეცეს საშუალება მოინახულონ სასაფლაოები. ამ კუთხით მივიღეთ პასუხი, რომ ოკუპირებული ახალგორისა და ზნაურის მიმართულებაზე, სადაც მოქმედებენ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები, განიხილება შესაძლებლობა, რომ აღდგომის დღეებში რამდენიმე დღით მოხდეს მათი გახსნა, ანუ შესაძლებლობა განიხილება და არ არის ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი, თუმცა ამაზე კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება ცხელი ხაზის მეშვეობით. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასვლით მდებარე სხვა ლოკაციებს, სადაც ასევე მდებარეობს სასაფლაოები და ადგილობრივ მოსახლეობას სურთ მათი მონახულება, დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წინა წლებში არსებულ პრაქტიკასთან, როდესაც ამის გადაწყვეტა მარტივად ხდებოდა, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ცხელი ხაზის ინსტრუმენტს და ამ საკითხთან დაკავშირებითაც სააღდგომო და წინასააღდგომო დღეებში მუშაობა გაგრძელდება.